ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვითქვით კირსა, თავისი საცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა. ადამიანებს აწუხებთ არა თავად მოვლენები, არამედ ამ მოვლენების შესახებ მათივე წარმოდგენები. სტოიკოსი ფილოსოფოსი, ყოფილი მონა, ეპიქტეტე, ცხოვრობდა პრინციპით, რომ ადამიანის თავისუფლება და სიმშვიდე დამოკიდებულია არა გარე სამყაროზე, არამედ მხოლოდ იმაზე, რისი კონტროლიც მას შეუძლია. მისი ფილოსოფიის მიხედვით, ჩვენ ვერ მართავთ მოვლენებს, ჯანმრთელობასა და სხვების აზრს, მაგრამ სრულად ვაკონტროლებთ საკუთარ აზრებს, განსჯასა და რეაქციებს. სწორედ ამ კონტროლის დიქოტომიას, უნარს გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შიდა და გარე სამყარო, ასწავლიდა ეპიქტეტე, როგორც უდრეკი სულიერი სიმშვიდის მიღწევის ერთადერთ გზას. ეპიქტეტე. არსებობს ორი რამ, ის რაც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება და ის რაც არა. ჩვენს კონტროლშია ჩვენი აზრები, იმპულსები, სურვილები და ზიზღი. ჩვენს კონტროლს მიღმაა ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი სხეული, ქონება, რეპუტაცია და გარემოებები. ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ გარემოებები, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ავირჩიოთ თუ როგორ ვუპასუხებთ მათ. სიმდიდრე ბევრი ქონების ფლობაში კი არ არის, არამედ ცოტა მოთხოვნილების ქონაში. თავისუფალი არ არის ის, ვინც საკუთარი თავის ბატონ პატრონი არ არის. ჯერ უთხარი საკუთარ თავს, ვინ გინდა რომ იყო და შემდეგ აკეთე ის, რის გაკეთებაც გიწევს. ბრძენია ის, ვინც არ დარდობს იმაზე, რაც არ აქვს, არამედ ხარობს იმით, რაც გააჩნია. თუ ვინმე გეტყვის, რომ ვიღაც შენზე ცუდს საუბრობს, თავს ნუ იმართლებ, უპასუხე, მან ალბათ არ იცოდა ჩემი დანარჩენი ნაკლოვანებების შესახებ, თორემ მხოლოდ ამ ერთს ხომ არ ახსენებდა. ნუ ისაუბრებ შენს ფილოსოფიაზე, განასახიერე ის. არც ერთი დიადი რამ არ იქმნება ერთბაშად. თავარია გყავდეს ის ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ და შენში საუკეთესო თვისებებს აღვიძებენ. გახსოვდეს, რომ შენ ხარ მსახიობი სპექტაკლში. შენი საქმეა კარგად ითამაშო მოცემული როლი, მაგრამ როლის არჩევა შენ არ შეგიძლია. გაუნათლებელი ადამიანი სხვებს ადანაშაულებს საკუთარ უბედურებაში, დამწყები საკუთარ თავს, ხოლო სრულყოფილი არც სხვას და არც საკუთარ თავს. თუ გსურს უკეთესი გახდე, მზად იყავი რომ სულელად და უვიცად ჩაგთვალონ. თავისუფლება ცხოვრების ერთადერთი ღირსეული მიზანია. მას იგები იმ საგნების უგულვებელყოფით, რომლებიც შენს კონტროლს მიღმაა. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.